ჟურნალისტი ეკატერინა ბარაბაში გასულ თვეს იძულებული გახდა მოსკოვიდან გაქცეულიყო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გააკრიტიკა. ეკატერინა ბარაბაში ამჟამად პარიზშია. ბარაბაშს ამ სარისკო გაქცევის დაგეგმვაში ჟურნალისტების უფლებადამცველი ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე დაეხმარა. ომის საჯარო კრიტიკოსმა მოიხსნა თავისი ელექტრონული სამაჯური და 2008-ზე მეტი კილომეტრი გაიარა, რომ თვალთვალი აერიდებინა. 63 წლის ბარაბაშმა ღიად გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც თავისუფლებას ახშობს. მან ასევე დეტალურად აღწერა გაქცევის პროცესი. მისი თქმით, რუსი ჟურნალისტის ცნება დღეს აღარც არსებობს. ეს ძალიან სახიფათო იყო. საშიში იყო, რადგან კამერები ყველგანაა. არ ვიცოდით გაუგზავნეს თუ არა ინსტრუქცია ადგილობრივ პოლიციას. დიახ, საშიში იყო. ზოგჯერ ფიზიკურადაც რთული იყო, რადგან კილომეტრები უნდა გამევლო ტყეში ზურგჩანთით. ზოგჯერ ღამით ღია ცის ქვეშ მიწევდა ძილი, ასე რომ დიახ, ეს ნამდვილად იყო რთული და ძალიან სახიფათო. რუსი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღიზრა იმ პოსტების გამო, რომლებსაც იგი აქვეყნებდა. ბარაბაშმა 2022-23 წლებშიც გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინაში. რუსი ჟურნალისტი, რომელიც ხარკივში დაიბადა თებერვალში, ბერლინალეს კინოფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. მას ასევე უცხოელი აგენტის სტატუსი მიანიჭეს და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ეს ძალიან სახიფათო იყო ორი მიზეზის გამო. უსაფრთხოების მხრივ. ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ბევრ ასპექტში პოლიციური სახელმწიფოა, სადაც ნებისმიერი შეიძლება პოლიციის ინფორმატორად იქცეს. მეორე მხრივ იყო ფიზიკური სირთულეები, რადგან ეკატერინას ბუნებაში სხვადასხვა ფიზიკური ბარიერი უნდა გადაელახა. ამ ეტაპზე რუს ჟურნალისტს საფრანგეთში მუშაობის ნებართვა არ აქვს, მაგრამ ჟურნალისტების უფლებადამცველი ორგანიზაციისგან 6 თვიანი ვიზა უკვე მიიღო. რუსული ციხე სიკვდილზე უარესია, ამიტომ სასამართლო განჩინებამდე მართლა ვეძებდი საწამლოს, რადგან არ მინდოდა ციხე. არა, რუსული ციხე, არავითარ შემთხვევაში. 5 ან 7 წლით, არა. ეკატერინა ბარაბაში უერთდება იმ რუსი ჟურნალისტების მზარ ტალღას, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, უკვე 90-ზე მეტი მედია ორგანიზაცია გაიხიზნა ევროკავშირში და მეზობელ ქვეყნებში. რუსეთი 2025 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 171 ადგილს იკავებს. დღემდე რუსეთში 38 ჟურნალისტი რჩება პატიმრობაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რუსეთში დამოუკიდებელი მედია ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს.